მოგესალმებით, დღეს ორშაბათია და ჩვენი სამედიცინო გადაცემა თეთრი ორშაბათი კვლავ ერთ-ერთშია ბედნიერ კვირას გისურვებთ და მინდა ჩვენი დღევანდელი თემა გაგაცნოთ. შემოდგომის დადგომა ზოგადად ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებისგან განსაკუთრებულ სიფრთხილეს და ყურადღებას მოითხოვს. ჰაერის თანდათანობით გაციება, ნესტიანი ამიდების ფონი, რასაკვირველია ზრდის სხვადასხვა ვირუსული ინფექციების, ბაქტერიული, რესპირატორული დაავადებების რისკს. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსები მთელი წლის განმავლობაში ცირკულირებენ, გრიპი და სხვა რესპირაციულ სინტენსიური ვირუსები, ადენოვირუსი, რინოვირუსი და ეგრეთ წოდებული ჩვეულებრივი გაციება განსაკუთრებით აქტიურდება შემოდგომაზე და ზამთარში. ამ პერიოდში უფრო მეტად დროს ვატარებთ დახურულ და ნაკლებად ვენტილირებულ სივრცეებში, რაც ინფექციების გავრცელებას კიდევ უფრო ამარტივებს. ასეთ ინფექციებს თან ახლავს ყველასთვის ნაცნობი სიმპტომები, ტემპერატურის მომატება, ხველა, სურდო, ყელის ტკივილი. უმეტეს შემთხვევაში დაავადება გადადის დაახლოებით ერთ კვირაში, თუმცა შეიძლება გაგრძელდეს უფრო ხანგრძლივად. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა ვირუსულია და თავისთავად გაივლის, უსიამოვნო სიმპტომები ხშირად მნიშვნელოვნად აფერხებს ყოველდღიურ ცხოვრებას. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია სიმპტომური საშუალებების დროულად გამოყენება. ცხვირის ეგრეთ წოდებული ცხვირის წვეთები, ხველის დამარბილებერი პრეპარატები, ტკივილგამაყუჩებლები, ცხელების დამწევი პრეპარატები, რომლებიც სწრაფად დაგვეხმარებიან შევიმსუბუქოთ სხვადასხვა კლინიკური ჩქივილები, დისკომფორტი და ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმს ძალიან მალე დავუბრუნდეთ. ამასთან უკვე შემოდგომიდანვე აუცილებელია პრევენციული ზომების მიღება და იმუნური სისტემის გაკეთებული გაძლიერება, რათა მზად შეხვდეთ სეზონურ ინფექციებს. დღეს ხელმისაწვდომია მრავალი ეფექტური საშუალება, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის თავდაცვითი ძალების გაძლიერებას და რესპირაციული დაავადებების თავიდან აცილებას. ამ საკითხზე სასაუბროთ, თუ როგორ უნდა მოვემზადოთ, როგორ შეიძლება თავი დავიცვათ, როგორ გავიძლიეროთ ჩვენი იმუნური სისტემა, დღეს სტუმრად მოვიწვიეთ ძალიან კარგი სტუმრები, ალერგოლოგი კლინიკური იმუნოლოგი პროფესორი ქალბატონი ქეთევანობიაძე და GM Pharma სააფთიაქო მენეჯერი ჟანა მაღლაკელიძე. მოგესალმებით ქალბატონებო, მადლობას მოგახსენებთ ჩვენთან სტუმრობისთვის და ვინაიდან ქალბატონო ჟანა თქვენ მოგეხსენებათ ჩვენი საეთერო დრომა ինչ შეზღუდულია, მე პირდაპირ ქალბატონ ქეთევანთან კითხვით დავიწყებ. ქალბატონო ქეთი, რა ძირითადი პრევენციული ნაბიჯებია, რომლებსაც უნდა მიმართოთ რესპირატორული ტრაქტის ინფექციების თავიდან ასაცილებლად? პირველ რიგში და რა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შემოდგომა ზამთრის სეზონის დაწყების მომენტში? მოგესალმებით. მივესალმებით თქვენს მსმენელს. პრევენციის პირველი მთავარი და ძირითადი პუნქტი, ასე ვთქვათ, შემადგენელი ნაწილი ეს არის ძლიერი იმუნიტეტი. როგორ გავაძლიეროთ იმუნიტეტი? იმუნიტეტის გაძლიერება შესაძლებელი არის პირველ რიგში ცხოვრების ჯანსაღი წესით. ეს გახლავთ რამდენიმე კომპონენტისგან შემდგარი, ასე ვთქვათ, ცხოვრების წესი, რომელიც გულისხმობს ფიზიკურ აქტივობას, რეგულარულს, სწორ ბალანსირებულ კვებას, კარგ ძილს, ნაკლებ სტრესს. რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა იყოს რეგულარული, სისტემური ხასიათი უნდა ქონდეს, უნდა იყოს ჩვენთვის ჩვეული ცხოვრების წესი, რომ დადებითად აისახოს იმუნურ სისტემაზე. თქვენ ახსენეთ, რომ ის პერიოდი, სეზონური ინფექციების პერიოდი, სწორედ ის პერიოდია, როდესაც გადავინაცვლებთ, უფრო მეტ დროს ვატარებთ დახურულ სივრცეებში. იწყება სწავლა, სკოლები, ბაღები, სასწავლებლები, ხო? ჰიგიენური ნორმების დაცვა არის შემდეგი პუნქტი, ასე ვთქვათ, იმუნური სისტემის გაძლიერებაში და ინფექციების გავრცელების თავიდან აცილებაში. ხშირი განიავება, გარემოსი, ხელების ხშირი დაბანა, თავშეყრის ადგილებში პირბადების გამოყენება და რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის რისკ ჯგუფებისთვის, ბავშვებში, ხანდაზმულებში, სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე პირებში სეზონური ვაქცინაცია. ეს ყველაფერი ერთად გვაძლევს იმ პრევენციულ ასე ვთქვათ, ღონისძიებებს წარმოადგენს, რომელიც შემდგომში უზრუნველყოფს უკვე ინფექციებისგან დაცვას და მისი გავრცელების შემცირებას.
ქალბატონო კაცი თქვენ ისეთი იდეალური ცხოვრება და ძალიან ძნელია. შეუძლებელია. იცით ხო, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არაჩვეულებრივია, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ერთეული ადამიანებისთვის არის ხელმისაწვდომი, რომ ზედმიწევნი წორების ცხოვრების წესი ქონდეთ. თავშეყრის ადგილები არ არის მხოლოდ სკოლა და სასწავლებლები, ხო, ამას მოყვება ტრანსპორტი, ეს ნიღაბი, ხელის დამუშავება, ბავშვების გარკვეულ ასაკში ამის მიღწევა, ამის შეგონება ძალიან ძნელია. თვითენებურად შეუძლია მიიტანოს პირთან ხელი. ბევრი პრობლემა გვაქვს ჩვენ მოზრდილებსაც ხო დღის განმავლობაში უამრავ ადამიანთან გვაქვს ურთიერთობა და სულ მუდმივად ნიღბის ტარებასაც ჩვენც გადავეჩვიეთ ძალიან მალე გადავეჩვიეთ მინდა გითხრათ თუმცა მე მგონია რომ ჩვენ განსაკუთრებით დღეს ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე რომ იმ ადამიანების პოპულაციაში რომელსაც არ შეუძლია ზედმიწევნით სწორად დაიცვას ცხოვრების წესი მე მაგალითად ალბათ ვერასოდეს ვერ დავიცავ არცებობს თუ არა რაიმე დამხმარე საშუალება, რომელიც მოგვეხმარება, არც თუ ისე სწორად მოქცევის პირობებში ჩვენი იმუნიტეტი სათანადოდ შევიდარჩუნოთ. ამისთვის არსებობს ეგრეთ წოდებული იმუნომოდულატორები, რომელთაც აქვთ ფუნქცია გააძლიერონ ხელი შეუწყონ იმუნური სისტემის დამცველობითი ფუნქციის სრულფასოვნად მუშაობას. ძირითადად მასტიმულირებელი ეფექტით არის ეს პრეპარატები და გამოიყენება ხშირად მოავადე ადამიანებში განსაკუთრებით რესპირაციული ინფექციებით მოავადე ქრონიკული რესპირაციული დაავადებების მქონე პირებში და ზოგადად სუსტი იმუნური პასუხის მქონე პირებში. იმუნოკომპრომიტირებულ ადამიანებში. იცით, ჩვენი გადაცემა საერთოდ ზოგადად ემსახურება ადამიანების ცნობიერების ამაღლებას კონკრეტულ საკითხზე და აუცილებლად გაჩნდება ეს კითხვა. და მინდა დაგისვათ ახლა ეს კითხვა როგორც ჩვეულებრივმა მსმენელმა სიტყვა იმუნომოდულატორი ადამიანების გარკვეულ კატეგორიაში რაღაც გარკვეულ კითხვებს იწვევს. შეიძლება თუ არა ჩემთვის მაგალითად მე ვავადობ რომელიმე სერიოზული დაავადებით მაგალითად მაქვს შაქრიანი დიაბეტი მაქვს არტერიული ჰიპერტენზია მაქვს გარკვეული ონკოლოგიური პათოლოგია შესაძლებელია თუ არა ამ ადამიანებში ეს იმუნომოდულატორების გამოყენება და რამდენად საერთოდ სიტყვა იმუნომოდულატორი რას ნიშნავს რას აძლიერებს როგორ აძლიერებს თუ შეიძლება ორიოდე სიტყვა თებინა რომ გადაუხვიოთ ამასთან დაკავშირებით როგორ პასუხ. ზოგადად ყოველთვის ექიმის რეკომენდაციით უნდა მიიღოს პაციენტმა ასეთი ტიპის მედიკამენტი, იმიტომ რომ იმის მიხედვით თუ რა მდგომარეობა არის ჯანმრთელობის, რომელი პრობლემა არის, რა ასაკის არის პაციენტი, კურნალობა შესაძლებელია პრევენციაც იყოს განსხვავებული. მედიკამენტების თქვათ ეფექტურობის და უსაფრთხოებიდან გამომდინარე. კონკრეტულად ჩვენ ამ ეტაპზე ვსაუბრობთ რესპირატორულ ინფექციებზე, მათ პრევენციებზე, ამისთვისაც არსებობს მედიკამენტები, რომლებიც აძლიერებენ სხვადასხვა მექანიზმით და ვისაუბრებთ ამ მექანიზმებზეც, აძლიერებენ სასუნთქის სისტემის ლოკალურად ადგილობრივ იმუნურ პასუხს და ასევე აძლიერებენ ზოგადად იმუნურ პასუხს. ანუ ადგილობრივად მაგალითად ორივე ცხვირის სავალში, ცხვირის ნესტოში ადგილობრივი მიტანით, ხო? არა მარტო ცხვირის სავალში, არა მარტო სპრეის სახით არის ასეთი ტიპის მედიკამენტები, ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი აქ ისმიჟენიც, რომელიც არის ბაქტერიული ლიზატი. ის გამოიყენება რესპირაციული ინფექციების პრევენციისთვის და ასევე მწვავე რესპირატორული ინფექციების დროსაც, იმიტომ რომ მას ახასიათებს თვითონ გამომწვევზე ბაქტერიაზე მოქმედების ისეთი მექანიზმი, რომელიც მწვავე პროცესებშიც ამცირებს და ასუსტებს ამ ბაქტერიის საზიდამაზიანებელ ეფექტს, ადვილად ხელს უშლის მის გავრცელებას, მის ელიმინაციას უწყობს ხელს, სწრაფ ელიმინაციას და დაზიანებული ქსოვილების და უჯრედების აღდგენას უწყობს ხელს. ეს არის მექანიკური ბაქტერიული ლიზატი, რომელიც მიღებული არის იმ ბაქტერიების მექანიკური დაშლის შედეგად
ბაქტერიების ფრაგმენტი არის მექანიკური დაშლის შედეგად, რომელიც ხშირად იწვევს რესპირაციულ ინფექციებს. პრევალენტურად ყველაზე ხშირად იწვევს, დიახ, და ამ ვაქცინისებრი ეფექტი აქვს მას. ანუ ხდება ორგანიზმში იმუნური მას არ შეუძლია დაავადების გამოწვევა, მაგრამ იმუნური სისტემა აღიქვავს საფრთხედ და იწყებს დაცვითი მექანიზმების ჩართვას მის წინააღმდეგ და შემდეგ უკვე როდესაც სრულფასოვანი პათოგენი მოხვდება ორგანიზმში, ეს იმუნური სისტემა უკვე მზად არის იმისთვის, რომ მას ეფექტური და სწრაფი წინააღმდეგობა გაუწიოს. ისმიჟენი არის ამ ტიპის მედიკამენტი, რომელიც წარმოდგენილი არის სუბლინგვური ენის ქვეშ დალღობადი ფორმით. ეს განაპირობებს იმას, რომ ენის ქვეშ ლორწოვანიდან შეიწოვება, სადაც ის ადგილობრივად აქტიურებს იმუნურ უჯრედებს და ავითარებს, ხელს უწყობს გააქტიუროს, ანუ გააქტიურებას, როგორც ადგილობრივი იმუნიტეტის, ისე ზოგადად სისტემური იმუნიტეტის, იმიტომ რომ უკვე სრულად ორგანიზმში ხვდება. თქვენ იხმარეთ ფრაზა, რომ ეს არის მექანიკური ლიზატი. რითი განსხვავდება ის ქიმიური ლიზატებისგან? ქიმიური ლიზატები არის ქიმიური ნივთიერებების გამოყენებით დაშლილი ბაქტერია. ფრაგმენტი, რომლის მიღებული ფრაგმენტი ქიმიური ზემოქმედების, ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად ანტიგენმა შესაძლოა სრულფასოვნება ვერ შეინარჩუნოს და მის მიმართ განვითარებული იმუნიტეტი არ იყოს სრულფასოვანი, ასე ვთქვათ. რაც განსხვავებული არის მექანიკური დაშლა, მაღალი წნევით, მაგალითად, დაშლის შედეგად ის მიჟენი ასეთი ტიპის არის, მექანიკურად დაშლილი არის და ის სრულად ინარჩუნებს თავის ანტიგენურ ფუნქციას, შესაბამისად მის საწინააღმდეგოდ პასუხიც არის სრულფასოვანი. ძალიან საინტერესოა. ჩემი კითხვა პრინციპში უკვე გააჟღერეთ, მაგრამ ჩვენი მსმენელისთვის რომ უკვე გასაგები იყოს, რა მინდა იცით კითხოთ, ეს პრეპარატი გამოიყენება იმუნომოდულატორი იმისთვის, რომ არ ვიავადოთ, თუ შეიძლება მისი გამოყენება უშუალოდ ავადობის პერიოდში და თქვენ გარკვეულად კი საუბრეთ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მაინც დავაზუსტებ. ვინაიდან სხვადასხვა პრევენციის დროს შეგვიძლია გამოვიყენოთ პროფილაქტიკის მიზნით და ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ მწვავე ინფექციის დროსაც, იმიტომ რომ ის ხვანთებითი ინფექციური პროცესის სხვადასხვა ეტაპზე მოქმედებს. იგივე გავმეორდები, შეუძლია ინფექციის გავრცელება შეამციროს, სწრაფი ელიმინაცია პათოგენის მოახდინოს, ქსოვილები, უჯრედები დაზიანებული აღადგინოს, ამიტომ პროფილაქტიკისთვისაც შეგვიძლია ამით გავაძლიეროთ როგორც ადგილობრივი, ისე ზოგადად იმუნური სისტემა და შეგვიძლია მწვავე პერიოდშიც ხელი შევუწყოთ სწრაფ გამოჯანმრთელებას. არსებობს თუ არა განსხვავება თერაპიულ დოზასა და დაუშვათ პრევენციულ დოზას შორის პრეპარატის? სქემები იმის მიხედვით, კურნალობის სქემები იმის მიხედვით რისთვის ვიყენებთ, რა თქმა უნდა, განსხვავებული არის. ინიშნება 6 თვის ასაკიდან 12 წლამდე ვიყენებთ ნახევარ ტაბლეტს ენის ქვეშ სუბლინგურს დასალღობ ტაბლეტს და 12 წლიდან უკვე ვიყენებთ ერთ ტაბლეტს დღეში ერთხელ. შეგვიძლია გამოვიყენოთ, თქვათ, ხშირად მოავადე ქრონიკულში პრევენციის მიზნით გარკვეული სქემით. რომლებიც ტრადიციულად იციან, რომ ამ სეზონზე ხშირად ავადობენ. პრევენციის მიზნით ვიყენებთ 10 დღე უწყვეტად, შესაბამისი ასაკის მიხედვით, შესაბამისი დოზირებით, შემდეგ 20 დღე ვისვენებთ და შემდეგ ისევ 10 დღე უწყვეტად ვაგრძელებთ. ამ კურსის გამეორება სასურველია 3 ჯერ. შემდეგ მიღწეული იქნება იმუნიტეტი. რესპირატორულ ინფექციებზე, როდესაც ვსაუბრობთ, არ შემიძლია არ ვთქვა, რამდენად შემაწუხებელია ეს ცხვირის გაჭედილობა.
ცხვირის გაჭედილობა, რომელიც ერთხელ მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ერთხელ რო დაიწყება, მერე მთელი სეზონი, მთელი ზამთარი, მთელი შემდგომში სხვა მექანიზმი ერთვება, გამოზაფხული სულ აქვთ შემაწუხებელი და ხშირად მოიხმარენ სხვადასხვა ცხვირის არა მხოლოდ საშუალებებს, რომლებიც დაუშვათ აფართოვებს, არამედ გამოიყენებენ დასატენიანებელს, ადგილობრივად ლორწოვანის დასარბილებელ საშუალებებს. რამდენად საჭიროა აი ნებისმიერი რესპირატორული ინფექციის დროს არა მხოლოდ სამკურნალო საშუალებები, არამედ იგივე მოვლის გამოსარეცხი ცხვირის ხრუს, დასატენიანებელი, ადგილობრივად თუ არსებობს რაღაც განსაკუთრებული მედიკამენტები, რომელიც შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენს მსმენელს. შეგვიძლია შევთავაზოთ ცხვირის ხრუს ჰიგიენა ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი არის, რადგან დიდი ნაწილი პათოგენებისა ცხვირის ხრუდან ხდება ორგანიზმში. წარმოდგენილი არის Healthy Baby Kids-ი, ეს ორივე პრეპარატი გახლავთ შვეიცარიული პრეპარატი, მსოფლიოში ცნობილი შვეიცარიული კომპანიის მიერ წარმოებული. მისი გამოყენება შესაძლებელი და რეკომენდებული არის რესპირატორული ვირუსული ინფექციების დროს და არა მარტო ვირუსული, ბაქტერიულისაც. ის შედგება ორი კომპონენტისგან. ერთი გახლავთ სიმბიოფილმი, ასეთი ზღვიდან მიღებული ბაქტერიებით შექმნილი პოსტბიოტიკი, რომელსაც ახასიათებს ცხვირის ლორწოვანზე დამცავი ფენის შექმნა. და მას აქვს უნარი ასევე იმის ბაქტერიების, პათოგენების კოლონიები, რომელთაც დამცავი გარსი აქვს და თქვათ ვერ ერევა დაზიანებული ლორწოვანი კი ამას აზიანებს და ხელს უშლის ბაქტერიას ეძებს რომ მასზე შემდგომში ადვილად ვიმოქმედოთ. ადვილად ვიმოქმედოთ და ამ ბარიერით კიდევ აკეთებს იმას, რომ თვითონ ეს ბაქტერია, პათოგენი ვერ ხვდება ლორწოვანში. მეორე კომპონენტი ეს არის იზოტონური ხსნარი, რომელიც ატენიანებს, ამშვიდებს, ანტიანთებითი მოქმედება აქვს, მუკოცილიარულ კლირენს აღადგენს, ზოგადად ცხვირის ლორწოვანის დამცველ ფუნქციას ააქტიურებს, ამიტომ მისი გამოყენება ამ პრობლემის სამკურნალოდ ძალიან ისეთია რეკომენდებულია. ძალიან ხშირად აი სწორედ ამ ცხვირის გაჭედილობის შემდეგ რჩება მძიმე კლინიკური შემაწუხებელი კლინიკური ჩივილი. ეს არის ლორწოვანის აშრევება, რომელსაც შემდგომში შეიძლება სისხლდენა, ტკივილი, მეორადად დაზიანება. ანუ ეს პრეპარატები საშუალებას იძლევა ლორწოვანის აღდგენისას, ხო? როგორც მივხვდით, რომ ეს დაზიანებული ლორწოვანი მარტივად არის თუ არა რაიმე ასაკობრივი ცენზი. 2 წლიდან 2 წლიდან შეგვიძლია გამოვიყენოთ და როგორც მივხვდი, არც ძადვილი შესხურება დღეში ორჯერ თითოეულ ნესტოში შეგვიძლია გამოვიყენოთ. ნებისმიერ ეს პრეპარატი ექვემდებარება თუ არა სარეცეპტო მომსახურეობას და შეუძლია თუ არა მოსახლეობამ თავის თვითნებურად შეიწყიდოს. ურეცეპტოა, მაგრამ სასურველია ექიმის რეკომენდაციით, განსაკუთრებით, როდესაც ის მიჟენს ეხება საქმე, იმიტომ რომ სხვადასხვა მდგომარეობის დროს სხვადასხვა სქემით ინიშნება. სხვადასხვა სქემით ინიშნება. ძალიან კარგი. მაშინ ჩვენი პირველი ნაწილი საეთერო დრო ეხა დასასრულს მივახლოვთ და სულ რამოდენიმე წუთით შევისვენებთ და შემდგომში უკვე ქალბატონ ჟანასთან მთელი კითხვების არმიით და სიახლეებით სულ რამოდენიმე წუთში დავბრუნდებით.